ეს დისკუსია ზოგადად ფასებთან დაკავშირებით საყოველთაოა, სხვადასხვა საზოგადოებებში მიუხედავად მათი ფორმაციისა, ყველგან მიმდინარეობს. ფასით კმაყოფილი ადამიანი, თითქმის არასოდეს არ არის გარდა იმისა, ვინც ყიდის ალბათ და რაღაც მოგებას ნახულობს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ეკონომიკური წესები, კანონები და თქვენ როგორც ამ მხრივ ერთ-ერთ გამორჩეულ ექსპერტს მინდა კითხოთ, ზოგადად ფასებთან ასეთ კამპანიურ ბრძოლას, ოდესმე თუ მოუტანია რამე დადებითი შედეგი და ქართულ თავისებურებებში რას გამოყოფთით? საომშვიდობის გიორგი, ერთი მაგალითის გახსენებაც შეუძლებელია, როდესაც ფასების კონტროლმა მოიტანა სადმე შედეგი. და ეს ნიქსონის მაგალითი არის ერთ-ერთი ქრესტომატიული მაგალითი, როდესაც დაიწყო ფასების და ხელფასების კონტროლი. ამან გამოიწვია ისეთი კატასტროფა ის განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც თავისუფლების და დემოკრატიის ქვეყანაში ეს იყო სრული შოკი და ამაზე იმდენად მძიმე იყო ამერიკული ეკონომიკის პასუხი მაშინ, რომ ძალიან ცნობილმა ეკონომისტმა, ნობელიანტმა მილტონ ფრიდმანმა, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნიქსონთან, რაღაც კი ესალმებოდა მას. და ეხლა ნიქსონს რო FBI შეეშვა ამერიკულ ბიზნესში, როგორც ჩვენთან ხდება ეს და სუსი არის დაკავებული იმით, ანუ გამოძიებით რა ხდება და ბიზნესი ფასს არ მოქმნით, რომელსაც ფასნამატის წარმოქმნას ეძახიან და ეს არ არსებობს ესეთ ტერმინი. სერტიგეთ ტერმინი არსებობს, ეს ფასნამატის წარმოქმნა ტერმინი. არ არსებობს. ეკონომიკურად არ არსებობს. არ არსებობს. ესეთი რაღაც არ მსმენია და ვერ იპოვის ამის სადმე, ვთქვათ, ლიტერატურაში ამის განხილვას ფასნამატის წარმოქმნა. ანუ რა არის? არის ხო ფასის წარმოქმნას მთლიანობაში როცა შეხედავ, მიხვდები, რომ ფასნამატი არ არის ის რაზეც უნდა ფოკუსირება გააკეთო, რომ გაიგო რატო არის, ვთქვათ, მაღალი ან დაბალი ფასი. ფასნამატით ვერ გაიგებ ამას. მაგრამ ხო, აი მთავარი არის ის, რომ აი თქვენ კითხვაზე ვთქვათ, პასუხი ერთი პრეცედენტის პოვნაც კი შეუძლებელია, როდესაც ფასების კონტროლმა სადმე შედეგი გამოიღო. უბრალოდ შედეგი კი არა, უარყოფითი შედეგი სადაც არ გამოიღო ამის პოვნაა შეუძლებელი, თორე დადებით შედეგზე არც არის საუბარი, ხო? თუმცა ბატონ მიხეილ, მათ შორის საკმაოდ მდგრად თავისუფალი ბაზრის მქონე სახელმწიფოებსა და საზოგადოებებშიც ჩვეულებრივი მოვლენაა ბაზრის მონიტორინგი და ისეთი ტიპის საკანონმდებლო გადაცდომების აღმოჩენა და გამოვლენა და რეაგირება, როგორც არის კარტელური გარიგებები. რა თქმა უნდა. როგორც არის მონოპოლისტური გარემოს ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. საქართველოს ბუნებრივია ვერ იქნება დაცული იგივე შესაძლებლობიდან რომ მოხდეს. ამ ხრივ ხო შესაძლებელი იყო და არის კიდეც და აქვს თუ არა სახელმწიფოს დღეს ისედაც ინსტრუმენტები ან ინსტიტუტები, რომ ზუსტად ამ მექანიზმების გამოყენებით ეთამაშა პოზიტიური და დადებითი როლი. რატო არცადა? რა თქმა უნდა, აქვს გიორგი ეს მექანიზმები. ეს არის კონკურენციის სააგენტო, ეს კარტელური გარიგებები, რაც თქვენ ახსენეთ, თუ სადმე არის ეგრეთ წოდებული პირის შეკვრა, collusion, რასაც ქვია, ხო, დასავლეთში, ეს თუ სადმე არსებობს, ამისთვის უხდით გადასახადის გადამხდელები კონკურენციის სააგენტოს სულს. ეხლა დანარჩენი ფასები რატო არის მაღალი, ხო, თან ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობას ერთი მიზეზიც კი არ დაუსახელებია, რის გამოც მართლა იზრდება ფასები საქართველოში სასურსათო პროდუქციის ნაწილზე, მაგრამ მთავარი ვთქვათ, მოდი, მთავარი არის ის და სიმართლე არის ის და სიმართლის თქმელს უნდა ყავდეს ცხენი შეკაზმული, როგორც ქართული ანდაზა ამბობს, საქართველოში ფასები არის ბევრად დაბალი სურსათზე, ვიდრე ევროკავშირში, მათ შორის გერმანიაში. არის სასურსათო პროდუქციის დაახლოებით, არ ვიცი, ხა არ დამითვლია, მაგრამ უხეშად სულ მცირე 2/13-ზე ფასები არის საგრძნობლად დაბალი ვიდრე გერმანიაში.
საგრძნობლად. ან პრობლემა არის შემოსავლების სიმცირე, მოსახლეობის დიდი ნაწილის და ხელმიუწვდომლობა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში და პრობლემა არის ამ არაინკლუზიურობა ჩვენი ეკონომიკის, მოსახლეობისთვის უფრო გასაგებ ენაზე რო ვთქვათ, რაღაცა ფული და დოვლატი კი დატრიალდა ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ ფულით ისარგებლა ამ საზოგადოების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა, მსყიდველ უნარიანმა ნაწილმა, ასე ვთქვათ, დანარჩენები უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ამ ფასების მატებასთან ერთად მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. აი, ერთი კონკრეტული შეკითხვაც თქვენ ახსენეთ ეკონომიკის სამინისტროს განმარტება პოზიცია მონაწილეობა დისკუსიაში. მე შეგნებულად ადეკ წავიკითხე უბრალოდ განმარტება და ვნახე, რომ ფასების კონტროლზე არა, უბრალოდ ფასებთან დაკავშირებით პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ორგანო საქართველოში კანონმდებლობით არის ეროვნული ბანკი. ხალხო, ჩემ თორგჯერად შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახოთ მათ შორის დღევანდელი შეკრების კადრები, ნახოთ გუშინწილელი შეხვედრის კადრები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თურნავა, რომელიმე იმ შეხვედრებზე შეამჩნიეთ? ანუ სახელმწიფოში ვისაც და რომელ ინსტიტუციას და რომელ ადამიანსაც ევალება ამ პრობლემებზე ილაპარაკოს, გადაწყვეტილებები მიიღოს, შეფასებები გააკეთოს, ისინი არ მონაწილეობენ საერთოდ ამ პროცესში. და ბატონი მდინარაძე შავ პერანგსა და ჰალსტუხში ზის კობახიძის გვერდით დაახლოებით რაღაც ესეთ ბერიას გამოხედვით, რომ ჩვენ აქ წესრიგს დავამყარებთ თუ რაღაც მაგის მსგავსი რა. რას ემსახურებას და რა შედეგები შეიძლება მოიღო? თქვენ ხა პოლიტიკოსი არ ხართ და ჩემი კითხვა მაინც კიდე იქითკენ წავიდა, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით რა განაპირობებს იმას, რომ ქვეყანაში ამ ხრო ესეთი სერიოზული პრობლემაა ძირითად პროდუქტებზე, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების და აუცილებელ პროდუქტებზე ხელმიუწვდომლობის. ეროვნული ბანკი პირდაპირ არის პასუხისმგებელი ფასებზე და თქვენ სწორად აღნიშნეთ, ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ამაზე პასუხს აგებს ფასების სტაბილურობაზე და უმთავრესი პრობლემა, ასევე როგორც თქვენ თქვით, არის ის, რომ შემოსავლები არის დაბალი და ეს ეკონომიკური ზრდა რაც გვაქვს, მათ შორის ორნიშნა პერიოდულად ამის ინკლუზიურობის, ანუ მოსახლეობის რაღაცა ფართო ფენები ვერ სარგებლობს ამ ეკონომიკური ზრდით. და არის ასევე ფაქტორები, რომელიც ყველას კონტროლს მიღმა და ეს ამას უნდა შევეგულოთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში არის ფაქტორები, რომელსაც ვერავინ ვერ გააკონტროლებს. და არც უნდა გააკონტროლოს თუ გვინდა თავისუფალი საზოგადოება. თავარი კონკურენცია, სამართლიანი კონკურენცია იყოს, ხო. ეხლა მასშტაბის ეკონომია, ამას ვერაფერს ვერ უზამთ, ხალხო, ანუ ის რომ ეხლა გულანძღავენ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენ ვართ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესს ეხმარება გაეფექტიანებაში და გვაქვს ცალკე სტარტაპი დაარსებული და ვშრომობთ ძალიან ბევრს, გვაქვს ციფრული პროდუქტი შექმნილი, პლატფორმა იმისთვის, რომ ფასებს გავადევნოთ თვალი, B2B პლატფორმა. რომ ნახოთ როგორია სხვადასხვა სექტორში ფასები და შევადაროთ და გავიგოთ ფასი საიდან მოდის, ხო? და ეროვნული ბანკი აკონტროლებს ფასებს ინფლაციის გზით, ინფლაციის კონტროლის გზით და ეს შეუძლია ეროვნულ ბანკს ინფლაციის კონტროლი, მაგრამ არის ფაქტორები, იგივე მასშტაბის ეკონომიის ეფექტი, ხო, აი ადგილობრივ წარმოებულ პროდუქციაზე რაც უფრო ნაკლებს აწარმოებ, მით უფრო გეზრდება ფასი, ხო, ეს უკვე პროპორციული დამოკიდებულებაა. ევროკავშირში, სადაც ბევრს აწარმოებენ, იქ ერთეულის ღირებულება იკლებს და ასევე იგივე ხდება იმპორტირებულზე, ხო, იმპორტირებულ პროდუქციაზე, როცა შემოგაქვთ ცოტა მომწოდებელი გაცილებით მაღალ ფასს გიწესებს, ხო, ვიდრე ქვეყანა, რომელსაც შენზე 100-ჯერ მეტი შემოაქვს, ხო, ეს ხო ამას არ უნდა ეკონომისტობა. მათ შორის სამწარო საქმიანობისთვის აღებული კრედიტების პროცენტების მასში საბანკო კრედიტების, ხო? ევროკავშირს ვადარებთ იქ. ზოგიერთ შემთხვევაში ორჯერ 70%-ით ნაკლებიც კი არის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გიორგი, ამაზე საუბრობდი ზუსტად არაერთ ეთერში, ანუ საპროცენტო განაკვეთი, განაკვეთები არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენთან
ფასები არის მაღალი. ხო, ფასს არ მოქნეს რო ეძახიან, იმ ფასს არ მოქნაშიც თავი წარმომქმნელი ეგ არის, ხო? მომსახურება საბანკო კრედიტების. რა თქმა უნდა. და კიდევ ის რაზეც არავინ არ ლაპარაკობს და რასაც ჩვენ უყურებთ და შიგნიდან უყურებთ, იცით როგორ არის ეკონომიკის სამინისტრომ, როგორ შეიძლება საერთოდ ამაზე იმშელოს, ხო? ეს ქართული ნათქვამია კიდე რომ ქმარი ომში იყო და ცოლი ამბავს ყვებოდაო, ესეა. ანუ ეკონომიკის სამინისტრო ყვება ამბავს და ჩვენ აქ ვართ იმ პროცესში ვართ, ხო? ანუ ბიზნეს შიგნიდან უყურებთ, საცალო ვაჭრობის ბიზნეს მათ შორის. ანუ უყურებთ რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ ფასი არის მაღალი კლიენტებთან, ამას სლებია უყურებთ ჯერ კიდე ამ კომპანიის დაარსებამდე, ამ კომპანიის დამფუძნებლები, ხო? და ხედავთ, რომ მაგალითად ევროკავშირისგან განსხვავებით, რო არ ენდობა ქართული ბიზნესი მომწოდებლებს და კონსიგნაციაზე არ აძლევს საქონელს, ანუ არ აცდის გადახდას. ამის გამო უმცირდება, ამის გამო კარგავს, აი ეგრე მოტანილი მაქვს მონაცემები 2.5 მილიარდის ღირებულების პოტენციურ გაყიდვებს. ეხლა წარმოგიდგენიათ ეს ფასზე, ამას ქვია აღმავალი ზეწოლა, ანუ მარტივად ფასის გაზრდა, ფასის ზრდის ეს. საქართველოში ასევე არის კვირის მანძილზე, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და ძალიან მაღალი რეპუტაციის კვლევაში. ამბობს, რომ დადგმული სიმძლავრების 31% კვირის მანძილზე გამოუყენებელია, რაც შემოსავლებს საშუალოდ 45%-ით ამცირებს და მე კონკრეტული ბიზნესების მაგალითზე მაქვს ნანახი, დადგმული სიმძლავრების გამოუყენებლობა კვირის მანძილზე ფას როგორ ზრდის. ეს ფასი არ ვარდება ჰაერიდან. ეს უამრავი ფაქტორი ამას განაპირობებს, მათ შორის ის, რომ მოიშალა და მთელ მსოფლიოში გაიზარდა ეს ფასები, მარტო საქართველოში კი არ გაიზარდა. პანდემიის შემდეგ მოიშალა ეს მიწოდების და წარმოების ჯაჭვები, რომლებიც წლების განმავლობაში აწლებული. ვინც იტყვის, ეხლა რაღა დროს პანდემია, ვეტყვი, რომ პერსისტენტული ეფექტები არსებობს ეკონომიკაში. და არაერთმა ნობელიანტმა განიხილა ეს პერსისტენტული ეფექტები. შეიძლება 30 წლის წინ მომხდარი მოვლენა ახდენდეს გავლენას და ეს პანდემია სულ ახლახანს დამთავრდა 2020 წელს. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, პოლიტიკური რისკები რამდენად ახდენს გავლენას? აი მაგალითად ინვესტორების შემოსვლის ინტენსივობა, რომელიც ნულამდეა დასული და ძალიან შენელებულია. მაგალითად თითქმის ყოველ კვირეული სიახლე ახალ ამბებში, ინგლისურათაც მათ შორის, როცა ხედავენ, რომ ერთი მინისტრი, მეორე მინისტრი, პირველი მეოდგე, მეორე მოადგე, პრემიერ-მინისტრი, ყველა დარგის და სფეროს პირველი პირები, კორუმპირებულები, ხილებულები არიან კორუფციულ გარიგებებში, არასათანადო გადაწყვეტილებებში, ამას ადასტურებს ადგილობრივი სასამართლოც მათ შორის უპრობლემო დაწყობს ამ საქმეებს და ფაქტობრივად არავინ არ დარჩა, ვინც კორუმპირებული არ არის ამ მთავრობაში, გარდა იმათი, ვინც ახლა იჭერს. რომელსაც ალბათ მე დაიჯერენ, თუ დაცალდა ცხებს, ასე ვთქვათ, ივანიშვილის ვერტიკალის პირობებში. აი, ეს გარემო ზოგადად, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპულ პერსპექტივას და იზოლირებულ ქვეყანად, სახელმწიფოდ, არაპროგნოზირებად სახელმწიფოდ აქცევს. პოლიტიკური ფაქტორები რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის ამ დინამიკაზე და იმაზე, რომ ხალხს ძალიან ძვირად ეჩვენება ფასები, რომელსაც ვერ წვდება. ჩვენ დავინახეთ გიორგი, რომ 2024 წელს FDI პირდაპირ უცხოური ინვესტიციები შემცირდა მკვეთრად 2022-თან შედარებით, როცა 22-თან შედარებით, როცა ისედაც შემცირებული, უკვე შემცირებული იყო ეს ინვესტიციები. და ასევე შემცირდა 2025-ში. ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს კაპიტალის გადინების სრულიად აშკარა, ასე ვთქვათ, მაგალითები. ჯერჯერობით ეს არ ეთყობა ეკონომიკას, ეკონომიკურ ზრდას, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ 2022 წელს რაღაც 10,000-ობით მაღალმხარჯველი ადამიანი, რომელსაც მოხმარება გაზარდა და მოხმარების ხარჯზე გვაქვს ეს ეს ეკონომიკური ზრდა. და ეხლა წარმოიდგინეთ ამ პატარა ეკონომიკაში უცბად 100,000 ადამიანი, ეს არის უზარმაზარი რაოდენობა. ეხლა 100,000 ჩვენ რომ მოსახლეობაზე გავამრავოთ, რომ ანუ საქართველოს მოსახლეობა რამდენით უნდა გაზრდილი იყო, რომ 100,000-ით მეტი მაღალმხარჯველი ადამიანი მიგვეყო, შეიძლება არ ვიცი, ხა ამისი მულტიპლიკატორი შეიძლება იყოს, უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა, რა ვიცი, ანუ 12-15 მილიონი, რა ვიცი, არ ვიცი რამდენი, ხო? და უცბად საქართველოს წარმოვიდგინოთ, რომ უცბად საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 15 მილიონამდე და თან გამდიდრდა, არა მხოლოდ გაიზარდა, თან გამდიდრდა. აი ეს ეფექტი მივიღეთ 2022-ში. ამის ხარჯზე გვაქვს ეს ეკონომიკური ზრდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.
და დანარჩენი ის რაც თქვენ ახსენეთ იზოლაციონიზმის გამო და ის რომ ეს ქვეყანა იყო მართლა საჩვენებელი და დაბრუნდა რუკაზე სწორედ იმ რეფორმებს, გაბედული რეფორმების გამო, რაც გავატარეთ და იყო ნომერ პირველი რეფორმატორი, თქვა ბიზნესში თუ ბიზნესის კეთებაში თუ სხვა უამრავ სფეროში, ხო, საჯარო ფინანსებში, საჯარო შეხაც დარჩა, მაგრამ ანუ სხვა დანარჩენში გვაქვს ხო, ანუ მკვეთრი უკუსვა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გავლენას ახდენს, მაგრამ ყველაზე მთავარია რომ აი ამ ფაქტორებს ჯერ არ მოუხდენია გავლენა, რა აუცილებლად მოახდენს. ანუ ეკონომიკაზე ანუ ჯერ ვერ ვხედავთ ჩვენ ამ იზოლაციონიზმის აი ესეთ აშკარა ეკონომიკაში ვერ ვხედავთ რომ აი რაღაცა იყოს მასობრივი გადინება, თქვა კაპიტალის და თქვა FDI-ის, თქვა ისე შემცირება რომ ამან დაარტყას ბიზნესს და ამან მერე ფასების ზრდა გამოიწვიეს და შემდეგ, მაგრამ ეს თუ გაგრძელდა, ეს აუცილებლად მოხდება. ვერ შევიკავებ თავს რო არ კითხოთ. თქვენ რა თქმა უნდა ეს კარგად გესმის, უბრალოდ გესმით, აი იმას რომ ჯერ ვერ ვხედავთ. ეს ხომ არ არის ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის სპეციფიურობის ბრალი. როდესაც თითქმის ყველაფერი ორ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტზე, ანუ ორ ბანკზე დგას ფაქტობრივად, ხო? რომლებიც არა მარტო საბანკო და საფინანსო აქტივებს მართავენ უზარმაზარს, არამედ ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვან დარგებს და ეს ორი ბანკი ძალიან მყარად გრძნობს თავს. ეხლა კითხულობდი თუ არ ვშტები 3 მილიარდზე მეტი მოგება იანგარიშოს 2025 წელს და ზრდა აქვს კიდე რამდენი პროცენტი 6 თუ რაღაც პროცენტი წინა წლის მოგებასთან, რომელიც ისე ძალიან დიდი იყო. და ის რომ ესენი არიან მყარად და რაღაცა ტიპის თანამშრომლობა არის ხელისუფლებასთან და რაღაც დაცულობის უფრო მეტი გარანტიები აქვთ. ეს ხომ არ განაპირობებს იმას, რომ აი ესეთი უფრო საგრძნობი არ არის ამ ეტაპისათვის. იცით რა ეს ორი ბანკი რაც თქვენ დაასახელეთ ხო TBC და საქართველოს ბანკი მათი აქციები ივაჭრება ეს არის ეს თქვა ბანკები რომლებიც ძალიან დიდ ანგარიშს უწევენ იმას რა ხდება თქვა იგივე საერთაშორისო სანქციებს და თქვენ გახსოვთ რომ არ შეუერთდა არც ერთი თქვა ეროვნული ბანკის მოწოდებას თქვა გახსოვთ ეს ხო ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ამბავი და თქვენს რომ ჩვენ არ დავემორჩილებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ხელისუფლებას, იმიტომ რომ გაცილებით მეტი დევს ასწორზე ჩვენთვის ვიდრე ეს არის თქვათ დამორჩილება. გადარჩენა პირდაპირ თქვათ. კი ბატონო. ანუ მათ მიერვე დღეს უკვე ბრალდებული, მკვლელობის ორგანიზატორობაში ბრალდებული, კორუმპირებული ფარცხალაძის გადარჩენის ოპერაცია ერქვა ამას. დიახ. ხო, ანუ ამ ბანკების თქვათ ესეთი რაცა როლი ამაში ამ პროცესში, ანუ მე ვთქვათ ხა გულწრფელად ვერ ვხედავ, მაგრამ არა, სტრუქტურული თვალსაზრისით ვამბობ, რა რომ ისინი რომ სიმყარეს და ფუნქციონირებადობას რისკი არის. ალბათ არის ეს ერთ-ერთი იმიტომ რამდენადაც ეს სტაბილურობას უნარჩუნებს მთელს ამ სისტემას, იმდენად მარტო ამ ორზე დამოკიდებულება უფრო მოწყვლად ხდის მაინც ქართულ ეკონომიკას. გეთანხმებით, ანუ ეს ორი ბანკი არის ის, რასაც ეძახიან ინგლისურად სისტემის მაორგანიზებელი ბანკი. კი ბატონო, ანუ ეს არის, ანუ მეტისმეტად დიდი იმისთვის, რომ აცადო, ვთქვათ, გაკოტრება ან რაღაც აცადო ფეილი აცადო მოკლედ რა. ეს ნამდვილად არავის არ გვინდა. ხო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. რამის დამატებად ხო არ გსურთ ბატონო? ხო, აი უბრალოდ შეჯამებისთვის, ანუ საქართველოში ფასები არის სურსათზე და ამას არსებობს, ანუ მე დამიჯერებს არსებობს cost of living, აი ბატონი აკაკი ცომაიძე, კარგი ეკონომისტი ამბობდა ამასინათ, ვთქვათ და ამაზე არაერთხელ მithქვამს, რომ ფასები არის დაბალი საქართველოში. არსებობს ეს პლატფორმები, სადაც შეგვიძლია შევიდეთ ეს cost of living პლატფორმები და ვნახოთ, რომ ანუ თვალნათლივ, რომ ეს ფასები არის დაბალი ამ ქვეყანაში, ფაქტია, რომ დაბალია. ანუ სულ მცირე 2/3-ზე ვთქვათ იმის. პრობლემა ის არის, რომ ამ ფასებსაც ვერ ეწევა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. და არის კიდე რაღაც ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, რომ მის ხელთ არსებული საგადასახადო პოლიტიკის როგორც მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოს ზუსტად ამ ყველაზე გაჭირვებული საზოგადოებრივი ფენების ხელმისაწვდომობა, ზუსტად ამ პირველადი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება. შეიძლება ესეც არის, კი ბატონო, საგადასახადო პოლიტიკა ერთ-ერთი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ფასები არის ძირითადად დაბალი და იმ ერთმასამეზე, რაზეც მაღალია, იმასაც თავისი განმაპირობებელი ფაქტორები აქვს, მაგრამ ეხლა ხალხს თუ მისცემ განტევების ვაც, რომ აი ხარბი ბიზნესი, გამწარებულ ადამიანებს. ეგ არის დამნაშავეებს ნიშნავს ხა ხელისუფლება, ეს არის დამნაშავე, ეს იქ მე ნაცების ყურები უკან უნდა ჩანდეს აუცილებლად და ჩვეულებრივი პროპაგანდისტული. მადლობა ძალიან დიდი.